გოგოებო, შეხედეთ. I got problems on problems on problems on problems on problems on problems I solve them. I run through the money, the pressure be calling. Left on my blessings, I feel like I'm falling. The burden is bad. Tell me I'm garbage, I'm going through something, that's why I ain't calling. Phone and progression is all that I wanted. The phone and affection. Diana, ჩვენთვის რისი თქმა გინდოდა და რომეო აქ რას აკეთებს? შენ და რომეო ხვდებით? Diana, არის რამე რაც არ ვიცით. ბავშვებო, ეგრევე დასკვნებით ნუ გამოგაქვთ. ხომ გახსოვთ, რომ რომეო დაგვიცვა მწვრთნელებისთან. ახლა ჩვენი მეგობარია და უბრალოდ მინდოდა რომ მადლობა გადამეხადა მისთვის. ხომ გესმით? მე მეგონა მას ხვდებოდი. შეგვაშინე დიანა. Diana, რომეოსთან ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? გოგოებო, რომეოს უნდა რომ კალათბურთელი გახდეს და ფიქრობ რომ შეგვიძლია დავეხმაროთ. ხო, გოგოებო, თქვენი დახმარება მჭირდება. მაგარია და მაინტერესებს დიანა, ამის შესახებ იცის სმაილმა? გონია რომ არა. არა გოგოებო, სმაილმა ჯერ არ იცის და რატომღაც ეჭვი მაქვს რომ თუ მე მარტო ვკითხავ, მართლა არ გაუხარდება, მაგრამ თუ ყველა ერთად ვკითხავთ, მაშინ შანსი გვაქვს რომ რომეო კალათბურთელი გახდეს. სმაილი დაგფანხმდება. ხო, მე ყველაფერს ვეცდები, მინდა რომ საუკეთესო კალათბურთელი ვიყო. რომეო, მაგრამ შენ ხო ფეხბურთელი ხარ? რომეო, აუხსენი? ეს უბრალოდ ფორმაა, მეტი არაფერი. ფეხბურთელობა არ მინდა, კალათბურთელობა მინდა. ვაუ! დიანა, მგონი წინააღმდეგი არიან. გოგოებო, არ გინდათ ეს სარკაზმი? აბა ვკითხოთ სმაილს რომ რომეო აიყვანოს კალათბურთის გუნდში? ხო, შეგვიძლია უცადოთ. დიანა, რა თქმა უნდა, რადგან გთხოვე დაგეხმარებით და ყველა ერთად ვკითხავთ სმაილს, მაგრამ რატომღაც 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ რომეოს უარს ეთქვის. ხო, თან დიანა ხო იცის სმაილი როგორ ეჭვიანობს. ხო, მართალია, ჩემი შურს. რომეო, არ მოიწყინო, გოგოებო, შეგვიძლია რომ ვცადოთ მაინც. გოგოებო, შეგიძლიათ რომ სმაილს დაელაპარაკოთ. ვესები რომეო. დაწნობით, უბრალოდ ნერვიულობს, კალათბურთელი უნდა რომ გახდეს. გოგოებო, ნუ იცინით. მადლობა დიანა, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება არის. მოიცადე რომეო, ხომ იცი რომ უბრალოდ მეგობრები ვართ. მეგობრები. ხო, შენი შეყურებული სმაილი დამოუწყდა. კარგი, აბა გოგოებო, წარმატებები რომეოს და წარმატებები ჩვენ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ები, რის ჭამასაპირე? ხომ იცი რომ არაფერს არ ვჭამ, დიეტა. კარგი, მაშინ რა სწავლი? მაშინ ანანასის წვენს. აი, სებისთვის ანანასის წვენი გააკეთე. შოქში ვარ, მასწავლებელი მაიკი თავის ურთიერთობას არც მალავს. ო, შეხედე მისი ხელი როგორ უჭირავს. კარგი, გავაკეთოთ შეკვეთა. არა, დიდი მომეცი. და რატომ პატარებში ვაკეთებ? არა, მასწავლებელი მაიკის გული უნდა მოვიკოთ. კარგი. შეხედეთ სიყვარულს მასწავლებლ მაიქსა და მწვრთნელ ების შორის. ხო, ძალიან საყვარლები არიან. რას აკეთებ? ეს საყვარლობა არ არის. რატომ გააკეთე? რა მაწუხებდა? მე სისაყვარლეს ვერ ვხედავ, საერთოდ არ მომწონს ეს მწვრთნელიები. ხო, ეს გუშინ არ გითქვამს. გუშინ მომწონდა, მაგრამ დღეს აღარ მომწონს. აი, ყველაზე დიდ ჭიქაში. მადლობა, პიცა. პიცა ერთი ლატე მინდა, დიდი ზომის. კარგით, მასწავლებელო მაიკ, აქამდე რატომ არ თქვით? უბრალოდ როცა ების უყურებ, ყველაფერი მოიწდება. მაიკ. ები, მინდა რომ ამ ზაფხულის დასვენებაზე ერთ ლამაზ ტბაზე წაგიყვანო. მაიკ, ძალიან საყვარელი ხარ. ლეილა, აქ არიან, ვხედავ. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. ბოდიში რომ უნდა შეგაწყვეტნოთ თქვენი პაემანი, ხო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს აქ. შეიძლება დაგელაპარაკოთ, ცალკე. ეს გოგოები. არ მოსვენებენ. გოგოებო, ახლა დასვენება მაქვს. მასწავლებელო მაიკ, მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ხო, როგორც მივხვდი, ები ჩვენთან ერთად მოდის არა სახლში და სად დაიძინებს? ფული არ დაუდია. მართლა გონიათ ამათ რომ მე საძილე ტომარაში დავწვევი? არა, მოსწავლეები დაიძინებენ საძილე ტომრებში. შენ საწოლი გექნება. მე უთხარი. მასწავლებელო მაიკ, ეგრე რატომ გუყურებთ? ზედმეტი ფული არ გვაქვს მისი ტომრისთვის. მაიკ, ახლა გავაფრენ. გოგოებო, რატომ არ გესმით? საძილე ტომრები მოსწავლეებისთვის არის. დებიმ საწოლზე უნდა დაიძინოს. ხო, ეს ტომრები მხოლოდ სტუდენტებისთვის არის, რომლებიც კარგვებით მიდიან და მე არ წამოვალ, იმიტომ რომ კოღოების მეშინია. ხო, ისეთი მკაცრი და ძლიერია და პატარა კოღომ შეაშინა. ბაყაყებო, რა გაცინებთ? გოგოებო, კიდე გაინტერესებთ რამე? არა. მაშინ წადით, ახლა დასვენება მაქვს. გავიგეთ მასწავლებელო მაიკ. აი, ორი ცხელი შოკოლადი. გამარჯობა სმაილ, გამარჯობა კალათბურთელებო. დღეს როგორ გრძნობს თავს? საყვარელო, გამარჯობა, კარგ ხასიათზე ხარ? კნოპა, გამარჯობა. მაგარია სმაილ, იმედი გვაქვს ხასიათი არ გაგიფუჭდებათ. დიანა, რაზე ლაპარაკობენ?
გოგოებო, იმედია ცუდი ამბავი არ გაქვთ და სმაილს კარგ ხასიათს არ გაუფუჭებთ. არა, გოგოებო. არ მისმის რომეო საკრა უნდა, რას აკეთებს? სმაილ, მოიცადე, არ გააგდო რომეო დარბაზიდან. უნდა გვეკითხა, შეგიძლია რომ გუნდში აიყვანო რომეო? გთხოვ, აიყვანე. სმაილ. კარგი, ავიყვანთ. მართლა? არა, რა თქმა უნდა, არა. გოგოებო, ეს რამე ხუმრობაა? გოგოებო, არ არის კარგი ხუმრობა. სმაილ, აიყვანე, გთხოვ, ჩემთვის, გთხოვ. არა. გთხოვ. სმაილ, გთხოვ, ამიყვანე, ძალიან მინდა გალათბურთელობა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გალათბურთელობა და ყველას არ შეუძლია. თან შენი აყვანა პრინციპულად არ მინდა, არ მომწოხარ. სმაილ, ამ შემთხვევაში ცდები, გოგოები ამას რაღაც მიზეზის გამო გთხოვენ. ხო, მიზეზი გვაქვს, სმაილ. სმაილ, იცი რა, რომეო, ახლა ჩვენი მეგობარია, გუშინ ისე დაგვიცვა მწვრთნელებისთან, ასე რომ არ გაეკეთებინა, არ ვიცი რა მოხდებოდა. ვა, ესე იგი რომეო უკვე გიცავს, შემდეგი რა არის? შენი გალათბურთელი შეყვარებული რო გახდეს? დიანა, შენი არ მესმის. რომეო? ხო, სმაილ, დიანას აღარ გავიკიდები, უბრალოდ ვივლი. რომეო, რა სიძახი? ბოდიში სმაილ დამოუწდა, შენ შეყვარებულია. რომეო გილოცავ, სმაილმა გუნდში აგიყვანა, სმაილ ძალიან მიყვარხარ. კარგი რომეო, დაიჭირე. Yes! გილოცავ რომეო. აბა ვნახოთ რა შეგიძლია. რატოდ გახარ? მიდი რამე გვაჩვენე. კარგი, გაჩვენებთ რაც შემიძლია. წარმატებები რომეო, წარმატებები. რომეო! არა, ძალიან ცუდია. ისეთი არაფერი. სმაილ, ხო ხედავ რომეო, რა კარგია. ვფიქრობ რომ სწორად მოიქეცი გუნდში რომ აიყვანე. და ახლა მიეცი კოსტუმი, კარგი? ფორმა, ასე მალე. აბა ბიჭებო, ვივარჯიშოთ. ეს უკვე მეხუთება. კარგი, ვარჯიშს დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, კარგი გუნდი იქნებით. ჩვენ ახლა კაფეში წავალთ და ლატეს დავლებთ. Yes! რომეო, ახლა კარგად მომისმენ, გისმენ. აქ მხოლოდ დიანას გამოხარ, მაგრამ მე ხო ჯგუფში ვარ. ჩვენ შორის მეგობრობა არ იქნება, ამიტომ ხელი მოაშორე. თუ გალათბურთელობა და ფორმა გინდა, უნდა იმუშაო ბურთთან. კი არ უნდა იდგე ასე და იღიმოდე. ხო გასაგებია რომეო. ნახავთ. დიმა, ახლა მაგრები ვარ. ხო, ძალიან მაგრები. რაიან, აბა რას ფიქრობ ჩვენ ფორმებზე? მეგობრებო, რამ გითხეთ ვერ მოусმინე, ფულს ვითვლი. ყრო ხარ, ჩვენ გითხეთ, მაგრები ვართ თუ არა? კარგი, საკმარისი ფული მაქვს ახალი სტილისთვის. ჩვენ მოდიდან ვლაპარაკობთ, არ გიცნობთ, არ ვიცი, მაგრები ხართ თუ არა? კარგი, ამან მაინც რა უნდა იცოდეს, სპორტის არ გაიგება. ხო, მარტო მოდა ადარდებს. ტანსაცმელების ხამია. მოდაში ძალიან ბევრი რაღაც უნდა იცოდე. ხოლო შოპინგის დღეა. ბიჭებო, შეგიძლიათ ჩვენი დევნა შეწყვიტოთ? ხო, რო დაგვხდეთ, კრიმინალები კი არ ვართ. ჭიჭი, უკვე საკმარისია ეს მსახიობობა, ვიცი რო გიყვარვარ. გოგოებო, უკვე დროა რო შევრიგდეთ. თუ არ შევრიგდებით, აგარაკზე ერთად ვერ წავალთ. ვაიმე, რა საშინელება! მანიპულირებას ცდილობენ ჩვენით. ბიჭებო, თქვენ თუ არ წამოხვალთ ქალაქ გაერთ სახლში, სხვა ბიჭები წამოვლენ. ხო, ბიჭებო, და ძალიან მაგარ დასვენებას გავტარებთ თქვენ გარეშე. გოგოებო, ესე იგი ასე, ხო? ესე იგი სამუდამოდ მიგვატოვეთ. მეგობრებო, რატო ყვირი ხართ? არ შეგიძლია თქვენი ურთიერთობა სხვაგან მოაგვაროთ? არ შეგვიძლია. რაიან, შეგიძლია გოგოებს უთხრა რომ მაგრები ვართ. ხო, არაფრის გამო მიგვატოვეს, იძახიან რომ ჩვენზე მაგრები არსებობენ. ეს გაიგე ჯული, ხო. ისე სიმართლე რო გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ძალიან მაგრები ხართ. არც ისე კარგი შესახედაობა გაქვთ. რას გულისხმობ შესახედაობა? ხალხს არ ვჭამ. არც მე არ ვჭამ. რაიანი ტანსაცმელს გულისხმობდა. ბიჭებო, იქნებ ჩვენთვის იმიჯი შეიცვალოთ. ხო, და მერე იქნებ დაგიბრუნდეთ. მაგარია. ესე იგი ჩვენ აღარ გაინტერესებთ. ტანსაცმელები თუ გაინტერესებთ, ამასთან იყავით. ტანსაცმელების ხალხი. გიждდებიან ჩვენზე. ხო, ეს ძალიან მაგარია. ჰეი, რაიან, არ გინდა რომ ჩვენი ბიჭები შეცვალო? ხო, შენ კარგი გემოვნება გაქვს. პრობლემა არ არსებობს, რომელსაც ვერ მოვაგვერებ. უბრალოდ ამისთვის ფული მჭირდება. რაიან, ბიჭებს ჩვენ დაველაპარაკებით. ხო, და თუ ჩვენთან ურთიერთობა უნდათ, მაშინ უნდა შეიცვალონ. გოგოებო, მართალია, ბიჭებაც უნდა მიხედონ თავის. ხო, ეს ძალიან მაგარია, სმაილი კარგად მოიქცა. ხო, არც კი უჩხუბიათ. ჩრილდერებო, აბა რა გინდათ? ხო, პიცა, ჩვენ 4 განსაკუთრებული ლიმონადი გვინდა. დღეს უნდა აღნიშნოთ. დღეს კარგ ხასიათზე ხართ, მშვენიერი 4 ლიმონადი. ის 4 ლიმონადი რაღაცას აღნიშნავენ, უნივერსიტეტების დღე ხომ არ არის? წარმოდგენა არ მაქვს. კოსტა, გაიგე რომ ბონი კარგ ხასიათზეა. ხო, რა მოხდა?
მოდი შევამოწმოთ სიტუაცია. წამო. გოგოებო, რომეო ძალიან მაგარია. თქვენ ხომ დაინახეთ როგორ გაუმკლავდა მწვრთნელ ების ასე ადვილად. გეთანხმებით. გოგოებო, გამარჯობა, რას აღნიშნავთ? ხო არ შემოგიერთდეთ?იანა, ეს დაინახე, ფეხბურთელებს რა უნდათ ბანისთან? ეს უნდა გადავიღოთ. ყოჩეხიანა, რაღაცას სწავლობ. ძალიან კარგი, ამაზე უნდა დავწერო სტატია. კალათბურთელებო, გვეფლირტავებით? აქაც კარგად ვართ, მადლობა. და თუ კომპანია დაგუჭირდება, მაშინ ჩვენს შეყვარებულ კალათბურთელებს დავუძახებთ. ესე იგი კალათბურთელები თქვენი შეყვარებულები არის და ჩვენ უბრალოდ მეგობრები. ჯიუტი ბიჭები არ მომწონს, ბიჭებო, თავისუფალი ხართ, არ გჭირდება კომპანია. გოგოებო, მაგრამ რატომ? გაიწიეთ ლიმონათი. ფეხბურთელებო, რა ვერ გაიგეთ, გოგოები პირდაპირ გეუბნებიან, რო წახვიდეთ. ბაჭია, შენ დაწნარდი. გოგოებო, უარი არ უნდა გეთქვათ, ერთად გავერთობოდით. ბანი ფეხბურთელები მოიშორა. ლეილა, ისიც დაწერე, რომ საწყალი ფეხბურთელები ვერაფერმა დაიცვა, მათმა ახალმა ფორმამაც. მოიცადე იმას მეუბნები რა დავწერო? არა, ლეილა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი. გოგოებო, ეს ფეხბურთელები დაინახეთ, ახალ ფორმებში დადიან და მგონი კოსტას მე მოვწონვარ. ხო, რაღაც თვალს არასდროს გაშორებს. და რა მიქნებ მასთან ერთად ვიყო? ბლონდი არ გინდა, უცნაურები არიან. გოგოებო, შეხედეთ. I got problems on problems on problems on problems on problems on problems I solve them. I run through the money, the pressure be calling. Left on my blessings, I feel like I'm falling. The birdie is back. Tell me I'm garbage, I'm going through something, that's why I ain't calling. Phone in progression, it's all that I wanted. The phone in effect. რომეო, ჩემმა ბიჭმა მეგობრები გაიჩინა. რომეო, მეგობრები ყავს? ხო, რომეო მაგარია, ჩვენი მეგობარია. ხო, ბიძია, მაინც ახლა კალათბურთელი ვარ და რაღაც საქმეები მაქვს. არ მგერა როგორ გაიზარდა. მაიკ, ძალიან დიდი ხანია გაიზარდა, შენ ექცევი უბრალოდ ბავშვი. ჩემი რომეოს გამო ძალიან მიხარია. მასწავლებელ მაიკ, ჩვენ ბაყაყები ვართ. რომეო კაფეში შევიდა, აქ არ არის. ხო. მაიკ, წამოდი, პრობლემები უნდა გავარკვიოთ სახლთან დაკავშირებით. გოგოებო, ჩვენი ჩემპიონები დაბრუნდნენ. როგორი ვარჯიში გქონდათ? აი, 3 მილკშეიკი გავიკეთებ. მე 2 მაგი გამიკეთებ. საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ახალი კალათბურთელი დაგვიმადე. ძალიან ვაფასებ. სმაილ, ვიცოდი რომ რომეო მოგეწონებოდა და თან ჩემი საუკეთესო მეგობარია, ამიტომ ისე მოეკეცი, როგორც საკუთარ საუკეთესო მეგობარს. რა? რა თქვი დიანა? რომეო შენი საუკეთესო მეგობარია და როდის მოასწრო? კნოპა, შენც უნდა იმეგობრო რომეოსნაირ ბიჭთან, როცა დახმარება გჭირდება, ყოველთვის მოდის. არა დიან, არ არის მაგარი. თუ რომეო შენი საუკეთესო მეგობარია, წაიყვანე და შენ ჯგუფში ავარჯიშე. და ისე ჩემ შეყვარებულს ბიჭი მეგობრები არ უნდა ყავდეს.იანა, ნახე, მასწავლებელი მაიკის მიშვილი ახლა კალათბურთელია. და რატომ? ალბათ დიანას ნამოქმედარია. გავიგე სმაილ, მაშინ შორიდან ვიქნები რომეოს მეგობარი, მაშინ ხომ არ გაბრაზდები, არ ვიცი. სმაილ, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებო, სმაილი ისე ეჭვიანობს ხოლმე ჩემზე და რომეოზე. კარგი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად!